გამარჯობა, გიბრუნდებით TIFI Talk Point-ის მორიგი ეპიზოდით, სადაც ჩვენი სტუმარი იქნება TIFI საქართველოს დამსაქმებლის ბრენდინგისა და ჩართულობის წამყვანი სპეციალისტი. გამარჯობა, ნესტან. პირველ რიგში მოდი შენი ძირითადი მიმართულებები რა არის, მოკლედ რომ გითხრა ამის შესახებ. TIFI საქართველოში პასუხისმგებელი ვარ დამსაქმებლის ბრენდზე, შიდა კომუნიკაციებზე, თანამშრომლის ჩართულობაზე და ასევე ღონისძიებების მენეჯმენტზე. დამსაქმებლის ბრენდინგზე თუ შეგიძლია გითხრა, მოკლედ რას ნიშნავს ზოგადად დამსაქმებლის ბრენდინგი? მოკლედ რო აგიხსნათ დამსაქმებლის ბრენდინგი, ეს არის კომპანიის რეპუტაცია როგორც დამსაქმებელი. ეს არის ყველაზე მარტივი ახსნა. ხოლო ისე სინამდვილეში აქვს უამრავი სხვადასხვა ნაწილი და ასპექტი, რომელიც მთლიანად ქმნის ამ რეპუტაციას როგორც პოტენციური დასაქმებულებისთვის, ასევე უკვე არსებული თანამშრომლებისთვის. ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი, რაც უნდა ვიცოდეთ დამსაქმებლის ბრენდინგზე ლაპარაკის დროს, ეს არის უნიკალური ღირებულებების შეთავაზება, რომელიც არის ეგრეთ წოდებული EVP, Employee Value Proposition, რომელიც არის ერთგვარი ნაკრები იმ ბენეფიტების, სხვადასხვა განვითარების საშუალებების, კომპანიის აქტივობების ყველაფრის ნაკრები, რაც ქმნის იმ ერთ შენ უნიკალურ შეთავაზებას, რასაც თავაზობ დასაქმებულს. ეს არის მიზეზი, რატომაც იწყებენ შენთან სამსახურს, ეს არის მიზეზი, რატომაც შეიძლება უნდოდეთ, რომ განვითარდნენ შენთან ერთად. და всё. ხო, პრინციპი მაგის კითხვა მინდოდა, ანუ რაღაც თანამშრომელი რომ მოდის ამ პირველი შეხების წერტილიდან, რაც რა მაგალითად არ ვიცი, თუნდაც onboarding-ის პროცესები, შემდეგ უკვე კომპანიაში ამ ყოველდღიური საქმიანობის გარდა, რასაც აკეთებს და რაც ხდება ზოგადად კომპანიაში, როგორ ზრუნავ თანამშრომელზე, ხო, მათ შორის ეს ყველაფერი შედის, ხო? ყველაფერი, რამაც შეიძლება გავლენა იქონიოს ადამიანის მიერ შენ საქმაზე, როგორც დამსაქმებელი. აქ ერთ-ერთი რაც TIFI საქართველოს მე ვიტყოდი გამოარჩევს სხვა კომპანიებისგან და ალბათ საქართველოს ბაზარზე კომპანიების უმრავლესობისგან არის ჩვენი შიდა ჩართულობის პროგრამა, ხო? ესეც როგორც ხვდები, დამსაქმებლის ბრენდინგის ნაწილია, რითიც ამ ყველაფერს ქმნით, ხო? მოკლედ რომ მაგაზეც ვკითხა. შიდა ჩართულობის პროგრამაც არის ბრენდინგის ნაწილი. ჩართულობა მოიცავს ნებისმიერ იმ თემას, რომლითაც თანამშრომლები არიან დაკავშირებული უშუალოდ კომპანიაში მიმდინარე პროცესებთან. იქნება ეს სახალისო აქტივობები და სხვადასხვა სპორტული ღონისძიებები, თუ რაღაცა განვითარების საშუალებები, ასევე ღონისძიებები, მოკლედ ნებისმიერი რამე, რაშიც თანამშრომელი არის ჩართული ნებისმიერი პროცესი, რომელშიც კომპანიის თანამშრომელი არის ჩართული. ამ ჩართულობის შიდა ჩართულობის პროგრამის ფარგლებში რას ვაკეთებთ, ესეც რომ ზუსტად განმარტოთ, ანუ ეს ამ აქტივობებში რა შედის, რა იგულისხმება? აქტივობები არის მრავალფეროვანი ძალიან. შეიძლება იყოს შიდა ჩართულობის აქტივობები, რომელსაც ვეძახით მინი ღონისძიებებს, ეს არის სხვადასხვა ინტერესებზე მორგებული, ეგრეთ წოდებული ჩვენი კამპანია არის Feel Good და Feel Good აქტივობები, რომელიც იგეგმება უშუალოდ თანამშრომლების მრავალფეროვანი ინტერესების გათვალისწინებით, იმიტომ რომ გვინდა რომ უამრავი სხვადასხვა ინტერესის თანამშრომელი ადამიანი მოვიცვათ. იქნება კულტურა, იქნება ხელოვნება, კი, მით უმეტეს ისეთ კომპანიაში, როგორც ჩვენ ვართ, იმიტომ რომ 21-ზე მეტი, თუნდაც ანუ ყველაზე მარტივი ეროვნებით რო ავიღოთ, 21-ზე მეტი აქტიური ეროვნების, სხვადასხვა ეროვნების თანამშრომელი ყავს. ასევე სხვადასხვა ასაკის, ძალიან განსხვავებული ასაკის თანამშრომლები მუშაობენ ჩვენთან, განსხვავებული ინტერესები, ენები და ასე შემდეგ. ამიტომ იმისთვის რომ ხალხის შეკავშირებას შევუწყოთ ხელი, ასევე მათი ინტერესების განვითარებასაც შევუწყოთ ხელი, მნიშვნელოვანია მათი აი პატარ-პატარა ღონისძიებებით თუ აქტივობებით დაკავშირება. წარმომიდგენია ახლა რაც მოვისმინე, წარმომიდგენია რამდენად რთულია ამდენ ადამიანს, თან სხვადასხვა ეროვნებისა, სხვადასხვა ასაკობრივი ჯგუფში შემავალ ადამიანს მოირგო და მათთვის რაღაც საინტერესო აქტივობებით დაგეგმო და ჩვენ როგორც თანამშრომლები, TIFI საქართველოს თანამშრომელი შეიძლება ხედავდეს, რომ აი წავედი რაღაც იოგა ორგანიზდება, ან ფეხბურთის ჩემპიონატი ორგანიზდება, თუნდაც ტენისის, მაგიდის ჩოგბურთის ჩემპიონატი და მივა რაღაც იმ აქტივობაზე გაერთობა და წამოვა, მაგრამ ამის უკან რა დგას ხა ის რა არის, რასაც ვერავინ ვერ ხედავს ამ ღონისძიებების. სინამდვილეში ამის უკან დგას ორი ძირითადი
ნაწილი, ერთი არის უშუალოდ იდეების გენერირება და დაგეგმვა, ხოლო მეორე არის უზარმაზარი ადმინისტრაციული რესურსი, რომელიც თითოეული რაცა მარტივი, ლამაზი, კარგი ღონისძიების გაკეთებას უძღვის წინ. ეს არის საკმაოდ შრომატევადი ადმინისტრაციული პროცესი, მაგრამ მაგაზე არ ვილაპარაკოთ. კი. თუმცა იდეების გენერირებაში მეორე მხარეს არ ვაკეთებ მარტო. იდეების გენერირებაში ერთ-ერთი ყველაზე დიდი და მნიშვნელოვანი როლი მიუძღვით ჩვენს ეგრეთ წოდებულ feel good ამბასადორებს, რომლებიც არიან მოხალისეები სხვადასხვა პროექტებიდან. ძირითადად ვცდილობთ, რომ ჩვენი ყველა ბიზნეს მიმართულება მოვიცვათ და გვყავდეს ერთი ან ორი თანამშრომელი, რომელიც დაფარავს თავისი კოლეგების ინტერესებს. feel good ამბასადორები არიან ჩვენთან ძალიან ახლო ურთიერთობაში, გვეხმარებიან როგორც ინფორმაციის გავრცელებაში, ასევე მოაქვთ ჩვენამდე ინფორმაცია იმის შესახებ, თუ რა აინტერესებთ თანამშრომლებს, რა უნდათ მის გუნდის წევრებს, რისი დაგეგმა უნდათ და ასე შემდეგ. ჩართულობაში განსაკუთრებული როლი მიუძღვით იქიდან გამომდინარე, რომ თუ პროცესი წარიმართა სწორად, ნიშნავს იმას, რომ ერთი ნებისმიერი თანამშრომლის იდეა მივიდა ამბასადორამდე, ამბასადორმა ეს ჩვენ მოგვაწოდა, ჩვენ დავიწყეთ ამაზე მუშაობა, დავგეგმეთ, გავაკეთეთ და უკვე, რა ვიცი, სხვა მრავალი, მაგალითად 50 ადამიანი ჩაერთო. რა თქმა უნდა, ესეთ შემთხვევაში თვითონ უშუალო თანამშრომლების ჩართულობაც უფრო ბევრად უფრო ღირებულია იქიდან გამომდინარე, რომ მათი გუნდის წევრის დაგეგმილ რაღაცაში იტოვონ. თან ხედავენ, რომ იმათ რაღაც ინტერესი გამოხატეს, ის მივიდა შემდეგ შესაბამის ადამიანამდე, გუნდამდე და მე ის განხორციელდა შემდეგ ეს იდეა. გადაწყვეტილებების ესეც ერთგვარი გზა არის, როგორც ჩავრთოთ თანამშრომლები უფრო მეტად გადაწყვეტილების მიღების პროცესში. ესეც ჩართულობის ნაწილია, თუნდაც ამბასადორისთვის და თუნდაც იმ ადამიანებისთვის, ვისაც ინფორმაცია მიაქვს ამბასადორამდე. თან ხო, დაგაია პრინციპში, იმიტომ რომ ის ადამიანებიც რაღაც გამოცდილებას ღებულობენ, ხო, ანუ საკუთარი რაღაც კომპანიის, ბიზნესის და პროექტის გარეთ რაღაც სხვადასხვა აქტივობებშიც ერთვებიან და მხრივად გამოცდილებას იძენენ. კი, მოხალისეობრივი საქმიანობა მათთვის არის ერთ-ერთი, მე ხა ცოტა ეს არის მე რო ვამბობ ცოტა უცნაურია, მაგრამ მათი უკავშირიდან გამომდინარე არის ის, რომ ერთ-ერთი ყველაზე კარგი ნაწილი არის ყოველდღიური საქმიანობის. იქიდან გამომდინარე, ძალიან განსხვავებულ, ძალიან საინტერესო, გასართობ რაღაცებს აკეთებენ, რომლებიც ეხმარებათ თვითონაც თავიანთ გუნდის წევრებთან დაკავშირებაში. ხო, თან ყოველდღიურობას ვსდები ხა და ვის არ სჭირდება და ვისთვის არ არის კარგი, რომ ყოველდღიურობას მოსდე ცოტა ხანი. კალენდარი როგორ გამოიყურება დაახლოებით ამ feel good-ის, ამ ჩართულობის, შიდა ჩართულობის პროგრამის, ან აქტივობების შიდა ჩართულობის აქტივობების კალენდარი არის საკმაოდ მრავალფეროვანი, ვიტყოდი დახუნძურლიც. ვცდილობთ, რომ მაქსიმალურად იყოს შევსებული, თქვა თვის განმავლობაში სხვადასხვა სახის აქტივობებით, იქნება ეს. შეიძლება არ იყოს, თქვა ფიზიკური და იყოს შიდა კომუნიკაციების კამპანია, რაშიც თანამშრომლები ესედაც ერთვებიან, ანუ ყოველთვის ეს ფიზიკურ აქტივობას არ უკავშირდება. ვცდილობთ, რომ ჩატარდეს მაქსიმალურად ბევრი, მოვიცვათ ბევრი ინტერესი, მოვიცვათ ბევრი სხვადასხვა სტილის აქტივობა. ვფიქრობ, რომ ყოველ წელს იზრდება ეს რაოდენობა, იქიდან გამომდინარე, რომ ერთ წელს თქვათ რაღაცა სიტყვაზე ვამბობ 50 აქტივობა არის დაგეგმილი, ამ 50-დან 40 მოეწონა ძალიან თანამშრომლებს, ეს იმას ნიშნავს, რომ 40 უნდა გაიმეორო უეჭველი და შემდეგ წელს რამდენი ახალი იდეაც წამოვა, კიდე იმდენი დაამატო. არ გაიმეორებ და ექსპონენციალურად იზრდება ძირითადად. მაგალითად დაარტყავს. კი, მატულობს და მატულობს, რაც კი, რა თქმა უნდა, ძალიან კარგია. ჩვენთვის საქმე იმატებს, მაგრამ უკეთესია. რაც უფრო მეტ კმაყოფილებას იწვევს კონკრეტული აქტივობა, მე ის უფრო ხშირად ტარდება, ხო? ეგეთ აქტივობებს ინგლისური ტერმინით star activities ვეძახით, რადგან ესე იგი თუ ბევრი ადამიანისგან არის მოთხოვნილი, ბევრი ადამიანი რეგისტრირდება და ასევე უშუალოდ მოსული ადამიანების რაოდენობა თითქმის ემთხვევა რეგისტრირებულებს, ნიშნავს, რომ ესე იგი მართლა ძალიან საინტერესოა. ბევრი რეგისტრირდება და მე შეიძლება იქიდან არ მოვიდეს ზოგი და კი, მსგავსი შემთხვევებიც გვაქვს. მიუხედავად იმისა, რომ ეს სიტუაცია ვფიქრობ საკმაოდ გამოსწორებულია წინა წელთან შედარებით, უბრალოდ 2024 წელთან შედარებით ბოლო 2 წელში საკმაოდ მოიმატა
აი ამ დასწრების პროცენტულობა საკმაოდ კარგ ნიშნულს მიაღწია, ისე რომ დიდად აღარ ვისტრესებით ახლა ხალხის რაოდენობის შევსებაზე. ეგ ძალიან კარგია სხვა. რაც შეეხება გასული წელს ჩატარებულ აქტივობებს, აი წინა წელს მაგალითად ერთ-ერთი ყველაზე აქტიური წელი გქონდა, წლის ბოლოს რო გავაკეთეთ შეჯამების ნიუსლეტერი, აღმოჩნდა რომ 90-ზე მეტი აქტივობა გქონდა ჩატარებული, რაც ერთი წლის ჭრილში რო შეხედა, იმას თუ გავითვალისწინებთ, რომ ამის გარდა დიდი აქტივობებიც ხდება, პატარებიც, შიდა კომუნიკაციებიც საკმაოდ ბევრია. თვეში ხო, თვეში 4-5 ყოველთვის ხდება. იგივე ცოტა მეტი შეიძლება. ყველაზე სახალისო არა და ყველაზე საყვარელი აქტივობა რა არის თანამშრომლებისთვის, მოდი ამასაც გითხავ. და შენთვის რა ყოფილა ყველაზე ისეთი ან შრომატევადი სახალისო დასამახსოვრებელი ან ისეთი ქაოტური აქტივობა. შემიძლია დიდი აქტივობას თქვა, თუ მაინც აუცილებლად პატარა უნდა იყოს. პატარა აქტივობებიდან ჩვენი თანამშრომლობის საყვარელი არის ყველაფერი, რაც უკავშირდება კერამიკას. იმდენად საყვარელი აქტივობაა, რომ ვცდილობთ, რომ ბევრჯერ გავამეოროთ და დიდი რაოდენობით ადამიანებზე გავაკეთოთ და უკვე ბოლოს იმაზე გადავედით, რომ თვითონ პროცესიც ცოტა შევცვალოთ, რომ არ იყოს ეს უბრალოდ რაღაცა კერამიკის სტანდარტული. კერამიკა ძალიან ტრენდული გახდა, რა. ძალიან ტრენდული გახდა ზოგადადაც და ჩვენც მე მგონი ჩვენმა კომპანიამაც ხელი შეუწყო, იმიტომ რომ წლებია მას სხვადასხვა კერამიკულ სტუდიებთან თანამშრომლობთ. ძალიან სახალისო ეს არის აქტივობა ნამდვილად. ძირითადად დასწრება აქ idеალური 100%-ით ესწრება ხალხი. სიამოვნებით რეგისტრირდებიან, ყოველთვის ითხოვენ, გვაქვს ერთგვარი უკავშირის ფორმები, რომელსაც ვაგზავნით ხოლმე და ვეკითხებით თანამშრომლებს, თქვათ რა მოეწონათ ან რას გვირჩევდნენ და კერამიკა ერთ-ერთი ყოველთვის ტოპ პასუხი არის, უნდათ კერამიკის. ეს ყველაფერი ტარდება ხოლმე თბილისშიც და ქუთაისშიც და ბათუმის თანამშრომლებისთვისაც. მასტერკლასი ტარდება როგორც თბილისში, ასევე ქუთაისში, ასევე ბათუმში. ქუთაისიც შედარებით ცოტა რთული ამბავია იქიდან გამომდინარე, რომ კერამიკული სტუდია ესე როგორც არსებული ქუთაისში არ გვაქვს და მაგრამ რადგან ბოლომდე გამოვიკვლიეთ ბაზარი და როცა აღმოვაჩინეთ, რომ არანაირად არ იყო შანსი ქუთაისში ამის ჩატარების, დეკემბერში მაგალითად საშობაო პერიოდში გავაკეთეთ ის, რომ ჩვენი საყვარელი კერამიკული სტუდია წავიყვანეთ ქუთაისში და ქუთაისში ჩვენი ოფისის ტერიტორიაზე ჩაატარეს მასტერკლასი, ისე რომ ქუთაისის თანამშრომლებისთვისაც საინტერესო გამოცდილება აღმოჩნდება. ძალიან კარგი. შენთვის რა იყო ყველაზე დასამახსოვრებელი, ამას დავუბრუნდეთ. დასამახსოვრებელი აქტივობა. შენთვის ყველაზე დასამახსოვრებელი მაინც დიდი ღონისძიებებია, იქიდან გამომდინარე, რომ ერთნაირი ჯერჯერობით არ გქონია და რაც საკმაოდ საინტერესო არის, ერთი და იგივენაირი ღონისძიება არ გქონია, მაგრამ ყველაზე დასამახსოვრებელს ჩავთვლი, რომ იყო წინა წლის ფორუმი, რომელიც იყო 1200 ადამიანზე გათვლილი ღონისძიება თბილისში და მოიცავდა როგორც ცოტა უფრო ღონისძიებურ ასპექტს, ასევე თანამშრომლობის ჩართულობის ასპექტს ჰქონდა. ფიქრობ, რომ ყველანაირი ინტერესის და ჰობის ადამიანი დავაკმაყოფილეთ ამ ერთი ღონისძიებით, იქიდან გამომდინარე, რომ იყო სხვადასხვა თამაშები, საჩუქრები, გათამაშებები, ასევე ძალიან საინტერესო სტუმარი ყავდა, სპიკერი მოწვეული, რომელიც ძალიან საინტერესო თემაზე საუბრობდა და დაახლოებით 200 ადამიანი უსმენდა მის გამოსვლას. ასევე გქონდა ამავე ღონისძიებაზე გქონდა 5 სხვადასხვა workshop-ი, მოხატვის, გაკეთების, დამზადების, ძერწვის, მოკლედ 5 სხვადასხვანაირი, რომელიც მიმდინარეობდა ერთდროულად. და რაც იმას ნიშნავს, რომ დაახლოებით 300 ადამიანმა მოახერხა, რომ ჩართული ყოფილიყო და ეს ნივთები ყველაფერი, რაზეც იმუშავეს და გააკეთეს, ყველაფერი მერე საჩუქრებად წაიღეს სახში. ესეც იყო ერთ-ერთი benefit-ი, ასე ვთქვათ, ქონდა ულამაზესი იოგას სივრცე. მე ვერ დავესწარი ამ ფორმას. გადაღებები ძალიან საინტერესო ადგილას ქონდა, ამ ადგილის მომზადება, მოკლედ აი ძალიან ბევრი ასპექტი ქონდა, შესაბამისად, მსგავსი აქტივობები უფრო ისეთია, სახალისოა. ყველასთვის იყო აბსოლუტურად ესე იგი გათვლილი. კარგი, მაშინ მოდი ესეთ რამეს გითხრა. ბიუჯეტი რომ პრობლემა არ იყოს, შენთვის, თან შენი ისეთი რა, შენ რაც გირჩევნია, რაც მოგწონს, რასაც
2026-ში დაამატებდი ახალ აქტივობაც, თუმცა ამის გათვალისწინებით რომ ბიუჯეტი იყოს ულიმიტო ბიუჯეტი გავს რას გაიგეთ. არ იყოს. ეს ცოტა დასაფიქრებელი კითხვაა. ჩემი ოცნება რა მსგავს დიდ ღონისძიებაზე იყოს თანდართული ბოდიში ინგლისური ტერმინისთვის immersive experience. ანუ შექმნილი იყოს გამოცდილებითი სამუზეუმო სიტუაცია, სადაც ადამიანი რო შედის, მთლიანად ექცევა იმ რაღაცა კონკრეტული გარემოს გამოცდილებაში. მაგალითად, მაგალითისთვის რო აღიქვა, არ ვიცი, სხვადასხვა ქალაქებში არის ან განათებების იმერსიები, ან რაღაცა ბუშტების იმერსიები, რაც იმას ნიშნავს, რომ შეიძლება სადღაც მიხვიდე და საერთოდ ყველაფერი ზევით, ქვევით, დასაჯდომი, ჩასავარდნი, ყველაფერი იყოს ბუშტები, ანუ რაღაცა ისეთი იცი რას გულისხმობ? ჩაფრული ხარ 360 გრადუსით. ყველანაირად ხარ იქ. ყველანაირად იქ ხარ ესე იგი. ანუ ფოკუსი მექნებოდა იმაზე, რომ აი ძალიან განსაკუთრებულად ემოციური გამოცდილება ყოფილიყო იმისთვის, რომ ეს ემოციური კავშირი კიდევ უფრო მეტად დამყარებულიყო ორგანიზატორს და მოწვეულ სტუმრებს შორის. რაღაც დაახლოებით იმას გავს, რაც თამაშებში ან იმაში VR-ში ვთამაშობ და იქ სხვა სამყაროში შედიხარ და იქ ხარ მთლიანად ჩაფრული. ეგ არის ხოლმე ამომავალი წერტილი, როცა სხვა ღონისძიებებს გეგმავთ რეალურად. თუ გაიხსენებ, ყველა ჩვენი და ჩატარებული ღონისძიება ჩემამდეც და ჩემი გუნდში შემოერთების მერეც იყო სულ რაღაცა კონკრეტულ თემაზე, რაც თანამშრომლებს რეალურად საშუალებას აძლევდა, რომ იქ გარდაქმნილიყვნენ იმ კონკრეტულ დღეს მოსულიყვნენ, შეიძლება საერთოდ არ ყოფილიყო მისთვის რაღაცა განსაკუთრებული ინტერესის სფერო, მაგრამ აი იმ დღეს ყველა იმ თემის გარშემო ერთიანდება ხოლმე, თუნდაც ტანსაცმელი გამო, როგორ გამოიყურებენ ყველაფრით. ჰელოვინი მაგალითად ანიმეს კლუბები და ისინი. ანიმეს კლუბები, წითელი აზია, აზიური თემები. წითელი აზია ძალიან კაი. მექსიკის თემა გქონდა, მე სანამ მოვიდოდი, Back to the Future თემა იყო, სადაც ცოტა კოსმიური ჩემ ფავორიტი ალბათ მაინც წითელი აზია და მექსიკური თემები. კი. ოკეი, გასაგებია და ახლა მივხვდი ესე იგი, რასაც გულისხმობდი. ამ ყველაფერს როცა აკეთებ, ხა მაგალითად დარწმუნებული ვარ, უკავშირსაც აგროვებ თანამშრომლებისას, შეიძლება გამოკითხვები გქონდეს. ეს ყველაფერი როგორ აისახება შემდეგ ანუ კომპანიისთვის, როგორც ხა ბიზნესის მხრიდანაც რო ვილაპარაკოთ, კომპანიისთვის რა სარგებელი მოაქვს და თანამშრომლებსაც და ზოგადად სამუშაო გარემოსაც კომპანიაში როგორ ახალისებს ასე ვთქვათ. მიუხედავად იმისა, რომ თანამშრომლების ჩართულობა ესეთი რაღაცნაირი აბსტრაქტული თემა არის და როგორც თქვით, უამრავ სხვადასხვა ნაწილს აერთიანებს, მაინც არსებობს ხელსაწყოები, რომელიც საშუალებას გვაძლევს, რომ ეს გამოვიკვლიოთ. თუმცა ჩვენი პატარა კვლევების გარდა არსებობს ერთი დიდი გლობალური კვლევა, რომელიც ყველა ქვეყანაში იკვლევს სიტუაციას ჩართულობის მიხედვით. ეს არის Great Place to Work კვლევა, რომელიც არის ჩართულობასთან დაკავშირებული. აქვს საკმაოდ მრავლისმომცველი კითხვები, ძალიან ბევრ ასპექტს ეხება და წლის ბოლოს ერთ დიდ შეჯამებას გვაძლევს სიტუაციას თანამშრომლების დამოკიდებულებასთან და ზოგადი სიტუაციასთან დაკავშირებით. Great Place to Work-ის შედეგები ასევე განსაზღვრავს მერე ეგრეთ წოდებულ Great Place to Work დამსაქმებლის რეპუტაციას და ხო რა. გასული 2 წლის განმავლობაში ვიყავით ჩართული კომპანია საუკეთესო დამსაქმებლებს შორის თუ მაგას გულისხმობდი? კი, გასული 2 წლის განმავლობაში ჩატარდა ჩვენ ქვეყანაშიც საქართველოს გუნდშიც ეს კვლევა, ორივე წელს წარმატებით მივიღეთ ეს სერტიფიცირება. ზოგადად, როგორც ესე გლობალურ მასშტაბში, მე-7 ადგილზე არის როგორც Great Place to Work დამსაქმებელი ჩვენი კომპანია. საკმაოდ პრესტიჟული ტიტულია, შეგვიძლია ასე ვთქვა, სტატუსი. კი, პრესტიჟული სტატუსია, რაც იმას ნიშნავს, რომ როდესაც ამ სტატუსს მიიღებ, კიდე ორმაგად უნდა იმუშაო მერე მის შენარჩუნებაზე, იმიტომ რომ რაც უფრო მაღალ დონეს მიაღწევ, მით უფრო მეტი ეტაპი უნდა გადადგა იმის, რომ შეინარჩუნო და კიდე უფრო გააუმჯობესო, იმიტომ რომ იგივე დონე თანამშრომლებს აღარ დააკმაყოფილებთ.
რაც ალბათ ვერ იქნება შესაძლებელი დაბალი ამ ნაკლები აქტივობებით, ნაკლები ბიუჯეტით. ამიტომ უფრო მეტი კერამიკა, მეტი თანამშრომელთა ჩართულობა და ბევრი აქტივობა. მეტი განვითარება. კი, და მეტი განვითარება, რაც მთავარია. და მოდი, ხა მაშინ ბოლოს რომ მოვსინჯოთ, ასე ვთქვათ, შენი ეს ყველაფერი კრეატიული საქმიანობა და რამდენად კარგად შეგიძლია აქტივობების დაგეგმვა. ოკეი. მე წარმოგიდგენ, გაჩვენებ აქ 5 ემოჯის, ასე ვთქვათ, 5 სმაილს, რაღაც სხვადასხვა. შეიძლება ეს ნივთი იყოს, შეიძლება ემოცია, რაიმის გამომხატველი. ამ 5-დან შენ შეგიძლია აირჩიოს 3 ცალი. ეს 3 კონკრეტული რაღაც ნივთიან ემოჯი. და 30 წამში მოიფიქრო აქტივობა, რომელსაც ამ 3 რაღაცით დაგეგმავდი. აი, ჩემ ლეპტოპში შეგიძლია ნახო. ნახო. ეს ამ 5 და აქედან გვითხარი რომელს აირჩევ და 30 წამს ჩავრდო. და 3-ვე უნდა შევავერთიანო. ხო, რა თქმა უნდა. ამ 3-ის ერთობლიობით უნდა გააკეთო, მოიგონო აქტივობა. ოკეი. აირჩიე 3. სანამ მოიფიქრებ, მერე ნუგვეტყვი. უკვე მოფიქრებულზე ნუგვეტ, ჯერ აირჩიე და მერე მოიფიქრებ. იყოს ბუშტი. ოკეი, ბუშტი მოვწიჭყოთ. იყოს სათვალე და იყოს ტვინი. ბუშტი, სათვალე და ტვინი. კი ბატონო. ჩაირთო წამზომი. რამდენი 30 წამი გაქვს აქტივობის მოსაფიქრებლად. კაი, ზადვარ. უკვე გაქვს ბაშ. ოკეი. ძალიან სისულელო. აბა გისმენთ. ამას არის მაყურებელი ჯილდო, განსაზღვრავს. რაც უფრო სისულელია, რამე ჯილდო მაქვს. მოვიფიქრეთ. მოკლედ. გააჩნია თუ მოეწონება მაყურებელს. თლად ახალი არ მომიფიქრებია, მაგრამ დავაკავშირა ერთ-ერთ ჩვენი თანამშრომლობის საყვარელ აქტივობასთან. ისევ კერამიკასთან არა. ტიპი ტრივია არის რასადროდისის სტილის შეჯიბრი ტვინების ომი. სადაც ძალიან ბევრი ხალხია ხოლმე. ხა წარმოვიდგინე, ტვინი არის ეგ ნაწილი, რომ ტვინების ომია. კარგი. ბუშტი და სათვალე დამრჩა. რო წარმოიდგინო, რომ 6 კაციანი გუნდების ხედან ყველას აქ თავზე მობმული ჰელიუმით გაბერილი ბუშტი შიგნით ძალიან ბევრი გლიტერებით, რომელიც ყველგან და ყველაფერში იყრება და ყველას უკეთია აბსოლუტურად ბნელი სათვალე, რომლიდანაც ვერაფერს ვერ ხედავს და კითხვის პასუხებს ესე არჩევენ, ხო შეთანხმდებიან რაღაცაზე. კაპიტანი ესე ხელის გაშვერით ამბობს უბრალოდ რომელი უპასუხებს. წამყვანი მინდის და თუ ეს მოპასუხე არასწორად უპასუხებს, ნემსით ხვიდავს. ხეთქავს ამ ბუშტეს გლიტერები ეყრება. ვაუ. საყოჩ შოქში ვარ. ძალიან შესაძლებელი. თან ძალიან სახარისოც იქნება მე თუ მკითხავ, არა მე ვითამაშები გაზაფხულის სეზონი გვაქვს დაგეგმილი. და ეს 6 ბუშტი რო გასკდება, მერე всё ეთიშები თამაშს. კი, თუ ყველა არასწორად უპასუხა უკვე და დასრული გამოვარდები. ვაუ, ვიტყოდი რომ იმსახურებ ამ პოზიციაზე. ნამდვილად შესაძლებელია კანდიდატი. მადლობა. მადლობა ყველაფრისთვის, მადლობა სტუმრობისთვის და იმედი მაქვს, რომ ჩვენი მაყურებლისთვისაც საინტერესო ეპიზოდი გამოვიდა. დროებით გემშვიდობებით. დროებით. კარგად.